დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ? ხომ ხართ ყველანი ძალიან კარგად. დღეს 26 გრადუსი გვაქვს თბილისში. ვაი, ეხლა მივდივარ ჩემს დაქალს უნდა შევხვდე. რახმეტელზე რომ შევხვდე ჩემს დაქალს და მე ერთად მივდივართ პასპორტზე. ჩემს დაქალს მივყვები დღეს. რაღაც პროცედურები უნდა გაიკეთოს. ხოდა მივცუნცულებთ ერთად ალექსანდრა დედა ჩემს ყავს. Მოდი ჩაერთვება ეს შუქლიშანი, ესენიც ხო დალეწეს ხან მუშაობს ხან არა. Πώς რო კიდე ხოლმე მეშინია რამე დენზე არ მომიხდეს. ოი, წავედით. გარეთ როგორც გითხარით, ისეთი კარგი ამინდი, ახლა ჯერ დილაა, მაგრამ დღეს 26 გრადუსი იქნება, დილიდან უკვე საკმაოდ თბილა, უბრალოდ მე მაინც შემოვიცვი. რო არ ვიცოდი რა და როგორ იქნებოდა აშორ გზაზე რომ მივდიოდი, მეთქი არ იქამერი არ შემცივდეს თქო. ამიტომ ესეთ არა გული მიგწოს მალე მომიწევს რომ გავიხადო. ჩემი თმები დღეს აუტარი არის საყვარლად ძალიან მომწონს. ხოდა წინ ესე აქ საქართველოს ბანკში ვზივარ და ველოდები ჩემს დააქალს რა ენა ახლობა ფული უნდა აიღოს. ხოდა სანამ ის აიღებს ტყუილა რო იქ არ ვიდგე აქ ველოდები. მოვახციეთ. წავედით ახლა მივდივართ. Vai mi-a როგორი ლამაზი შუქია და როგორი ლამაზი გარემოა. ჩემი დაქალი დღეს წარმოზე ეკეთებს რაღაცას არ ვიცი რას. I'm sorry. მომხედევა როგორი ლამაზი ხარ. როგორი ლამაზია ყველაფერი. Მოვში მოვედი და იმდენი ხალხია მაგში ვერ დაჭდები. ხაი მე რა გაწიწილი ვარ ღმერთო. ძალიან გაწიწილი ვარ დავიღალე. ბევრი ვიარეთ, დიდი ხანი ვიყავის პროცედურებზე. ეხლა მივიდივარ ალტაში, რომ ეს პროგრამა რაც მე მჭირდება, ჩამოვაწვირთინე ისე როგორც მე მჭირდება. ხოდა ალექსანდრუშკამ ჭადები მინდაო და აი ესეთი გემრიელობა მჭადები მოვუმზადე და მეგობრებო, აი ეს ყველი ქარხნული დიდგორის ამ წლის ჩემი აღმოჩენა არის მჭადებთან, მწვადებთან, მეთქი მჭადებთან ერთად ღმერთო როგორი გემრიელია, რო იცოდეთ. გიჟდები ამ ყველზე. ვინც ყიდულობთ ხოლმე კარფურში, ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში, თქვენც მოგწონთ თუ არა, ან იქნებ რამე უფრო მაგარი იყოს, მაგრამ ეჭვი მეპარება, ეხლაც ნერწყები მომადგა. ერთი სული მაქვს, როდის დავაგებუნებ ამ ყველაფერს. ხსოვთ პორციულ კვებაზე რო გელაპარაკებოდით. ხოდა, რამოდენიმე დღეა ისევ აქტიურად დავიწყე და შემიძლია ვჭამო ყველაფერი, ოღონდ 300 გრამი. შუალედი უნდა იყოს 4 საათი. ხოდა, მოდით ავწონოთ ჩვენი საჭმელი. Осторожно, Александрушка, пожалуйста. მაგალითად, აი ესე. ეს არის 150 გრამი, წარმოგიდგენიათ? აი ეს ყველაფერი არის 150 გრამი. მოდი ცოტა ყველის დავამატოთ. და ფიქრობ, რომ საკმარისი უნდა იყოს დღეს კვებისთვის. უბრალოდ ამაზე მეც მაინც ვერ შევჭამ. ან თუ შევჭამ, მოდი სიტყვაზე ვთქვათ, დავადოთ მესამეც. რამდენი გამოვა? 222 გრამი. რა მაგარია. გული არ გაგისკდეთ მეგობრებო, იცით ხო, სწაფი ზრდისთვის რომ დოგვის ნიღაბს ვიკეთებ ხოლმე, ვიკეთებდი მინსკში, როცა ვცხოვრობდი. აქ აფთიაქში ვერსად ვერ ვნახე ეს მდოგვი მშრალი და გოგოებმა მირჩეს, რომ კარფურში არისო.
ხო და წავცუნცულდი ვიყითხათ რომ ძალიან განსხვავდება დოგვები ერთმანეთისგან. იმ დოგს მე ვყიდულობდი აფთიაქში და ეხლა ვიყიდე უბრალოდ სუპერმარკეტში და რო შევაზავე ერთმანეთში როგორც საჭიროა აქ საერთოდ მდოგვი არ გაიხსნა, გახდა რაღაცნაირი, აი არ ვიცი, რაღაცა უბედურება. იქ ჩვეულებრივ კრემოვანი მასა ხდებოდა ხოლმე და თავზე რო ვისმევდი, დაახლოებით 20 წუთში მეწყებოდა წვა და 9 საათი ვეღარ ვითმევდი ხოლმე და ეგრევე გავრბოდი და ვიბანდი ხოლმე თავს. ეხლა ვიცი ალბათ 1-40 წუთია მისვია, ნახეთ როგორ. ხო და რა ვიცი, ძრა არა აქვს და წავალ ახლა ჩამოვიბან, არ ვიცი ამას რა შედეგი იქნება და როგორი იქნება, მაგრამ ვცდი, ერთხელ ვცდი, ორჯერ ვცდი, სამჯერ ვცდი, დავაკვირდები როგორ და რა გამოდის. მეზარება ჩამობანა, მაგრამ ასე ვერ დავრჩებით ვერანაირად. მოხუძა დილა უთენია და ისე მეძინება, რომ ვერ აგიხსნით. Александра, ეხლა ხანს გაიღვიძა, что ты хочешь? Холодно залезь потом, гарет сაშინელია მინდიეთ. Александра, фистела кисюнда. გაჩეჩილია, ეხლა გაიღვიძა. მეგობრებო. ხოდა მე დღეს დილას გავიღვიძე 7 არისო. ავდექი, მოუწესრიგდი. ხო და ეხლა მეძინება ძალიან. თუმცა რა დროს ძილია, როდესაც ეხლა გაკვეთილები უნდა გავაკეთოთ, ეხლა რომელია 12:09-ია. უნდა გავაკეთოთ, подождите, Тико. Как тебя люблю. გაკვეთილები უნდა გავაკეთოთ, გარეთ საშინელი, ამინდია, წვიმს და არის უბედურება. გუშინ საჭმელი გავაკეთე, უბრალოდ დავსწრაფ და ეხლა გამხდის ტანსაცმელს. ეხლა ხო, ოსპის სუპი გავაკეთე. კრემ სუპი ძალიან გემრიელი გამოვიდა. და დღეს ვფიქრობ რომ გავაკეთო აჯაბსანდალი. წინა დღეს ვიყიდე ღმერთო როგორ ყია, ბადრიჯანი. კიდევ რაღაცება იმის პოსტნეულიც რო ვიყიდე სოკო და რა ქვია იმას ყაბაყი. მაგისგანაც რამე უნდა გავაკეთო, სანამ გაფუჭდება და გადაყრა მომიწევს და ვერ ვიტან რომ საჭმელს ვაგდებ, მეზისხება ეგ მომენტი. დღეს სკოლაში წასვლა მეზარება ნამდვილად, წაყვანა მეზარება, მაგრამ არ შეიძლება, უნდა წავიყვანო. დავტოვებ სკოლაში უცბად და გამოვარდები სახლში, მე ისევ გავარდები სკოლაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ავე სამინდები, ესე იგი მთელი. აი, დედიკო, ბოლნა. მთელი აპრილი საშინელი ამინდები იყო, სულ წვიმდა და იყო უბედურება, სიცივე, გათბობა ეხლაც ჩართული მაქვს. დედიკო, ვაიმე, შემახონა, ვინ არის ეს? რა საკეთებდი? კარგით, მე ხა ალექსანდრუშკას ავაყენებ, მოვაწესრიგებ, ეხლა ხანს გაიღვიძა, ალბათ 1-10 წუთია. მოვაწესრიგებ, მებს გავუკეთებ, ჩავაცმევ ლამაზად, საუზმეს მოუმზადებს დედიკო და დავიწყებთ გაკვეთილების გაკეთება. ცოტა გვაქვს გასაკეთებელი. ბევრი არა. გავაკეთებთ ყველაფერს და წავცუნცულდებით სკოლაში. და დედიკო სკოლის მერე უნდა შევიარო სტომატოლოგთან, ალექსანდრას სტომატოლოგთან. Ева, уроки. Я не Ева, я Александра, сейчас надо встать. Кушай, რაღაცა боксинг. Ну, Ева играла да сама джурида. Надо встать. Слышишь? Моdes ერთი ჩემი. Эйсмись, гого, эйсмись. Надо встать, зубки почистить, волосы сделать, одеться и позавтракать. Я играю. Завтрак. Я кофе хочу. Я сделаю кофе. Минда, как მოუყჩემი ნოუთბუქი რაღაც სახალი მეილია გასაკეთებელი რაღაცები მაქვს გასაკეთებელი. Мама, давай. მაგას მე გავაკეთებ, ალექსანდრას წავიყვან სკოლაში. Мама, давай.
რაც შეეხება ჩემს თმას, დილას რო ვიბანავე, ფენს არ ვიკარებ, თუ სახლში ვარ, მირჩევნია თავისით გაშრეს და მე მაგალითად გავიკეთო თერმო და წავისო უბრალოდ თერმოდამცავი და მე უთოთი ან ჩამოვისწორო, ან უცბად ესე ჩამოვიხვიო, რომ რაღაცა ასეთ ფორმა კონდეს. ამიტომ მართლა ვფიქრობ დაისონზე. ვნახოთ, შეიძლება ახლა მომავალში დაისონზეც კარგად დავფიქრდე. რა შეტყობინებები მომდის? სილკნეტი. ხო, ჩემო კარგებო და დიდი ხანია ვლოგი არ გადამიღია. არ ვიცი რატო. რაღაცა ჩავჭექით ალბათ სახში მე და ალექსანდრა მიყვარს როცა სადღაცას დავდივარ და ჩემი ვლოგი აქტიურია, თუმცა ვიცი რომ თქვენ სახლიდან ვლოგებიც ძალიან მოგწონთ. აუ! შას